დღემდე გაურკვეველია უმაღლესი საბჭოს დეპუტატის სვეტლანა კუდბას საქველმოქმედო ფონდისათვის შენობის გადაცემის საკითხი. წმინდა ანესა და ფრანჩესკას სახელობის ფონდის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მაქაცარიას 5 ნომერში მდებარე შენობა, რომელიც მას აჭარის მთავრობამ ცოტა ხნის წინ შესთავაზა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან ნუსხაშია. ფონდს კი რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო ობიექტის რეაბილიტაციისა და მოვლისათვის საჭირო თანხა არ გააჩნია. დეპუტატი აცხადებს, რომ იგი ამ ეტაპზე აჭარის მთავრობიდან ალტერნატიულ შემოთავაზებას ელოდება. ის აქვე ამბობს, რომ 19 თებერვალს მთავრობის მხრიდან მიღებული დაპირების მიუხედავად, მათგან ოფიციალური შეთავაზება ამ დრომდე არ მიუღია. ოფიციალური ხელშეკრულების ასეთი რომ ყოფილიყო ბეთიდიანი ფურცელი თუ რაღაცა, ესეც არ არის. მე აღმოჩნდა ჩემდა სამწუხაროდ და ჩემდა სამარცხინოდ თურმე არ ვიცოდი რომ ეს შენობა ყოფილა ძეგლთა დაცვის ნუსხაში შესული, გაკოტრებულია და თავისთავად ჩვენ ამხელა პასუხისმგებლობა ვერ ავიღებთ რომ ასეთი შენობა რომელიც შესულია ძეგლთა დაცვის ნუსხაში მოუარო. ნახოთ სხვა ვარიანტებს რა შემთავაზებს ხელისუფლება.